შეხვედრაზე წარმოდგენილი იყო საფრანგეთის ერთ-ერთი უმსხვილესი სადისტრიბუციო კომპანია და აგრეთვე მეღვინეები, რომელსაც აქვს უდიდესი ინტერესი ქართული ღვინის მიმართ. მოგეხსენებათ, რომ ქართული ღვინო არის განსხვავებული თავისი გემოვნური თვისებებით, რომელიც განსაკუთრებულ და გამორჩეულ ინტერესს იწვევს და ზუსტად ამიტომაც დღევანდელი შეხვედრა კიდევ ერთხელ ხაზს უსვავს და ეს რა თქმა უნდა ხელში უწყობს ქართული ღვინის ექსპორტს საფრანგეთის ბაზარზე და ზუსტად ფრანგების და ფრანგი მეღვინეების და დისტრიბუტორების ინტერესი ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან კიდევ უფრო მეტად წაახალისებს ქართულ ღვინის ექსპორტს. რაც შეეხება მესაქონლეობის მიმართულებას, მინდა აუცილებლად აღვნიშნო, რომ ევროპაში ყველაზე დიდი გამოფენის ორგანიზატორები ბრძანდებოდნენ წარმოდგენილი შეხვედრაზე, კიდევ ერთხელ გამოთქვეს ინტერესი მესაქონლეობის დარგის განვითარების მიმართ საქართველოში, გამოთქვეს კიდევ ერთხელ ინტერესი თუ როგორ შეიძლება და რა ფორმით შეიძლება თვითონ ჩართულები იყვნენ მესაქონლეობის დარგის განვითარებაში, რაც თავისთავად ცხადია ჩვენთვის საინტერესო არის, რადგან მესაქონლეობაც ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება არის, რომელსაც საკმაოდ აქტიურად ვცდილობთ, რომ ხელი შეუწყო და განმოვიტანოთ. La Géorgie a été le pays à l'honneur au sommet de l'élevage il y a 3 ans et on a fait un FASEP, donc un fonds d'accompagnement du développement. Et l'objectif pour nous, c'est que le sommet de l'élevage, c'est une vitrine. C'est une vitrine du savoir-faire français en matière de génétique, d'accompagnement des services, de la mécanisation, de tout ce qui est les prestations auprès des éleveurs, la formation. Alors écoutez, tout d'abord, je suis tellement heureux de découvrir ce magnifique terroir et vignoble volcanique qui est la Géorgie, avec des vins tout à fait particuliers. J'ai pour habitude de dire qu'il faut toujours, pour savoir où on va, il faut toujours savoir d'où on vient. Et on est dans le berceau même ici de la viticulture et des vignobles, certainement le plus ancien des vignobles au monde. Et je suis très heureux vraiment de découvrir ça.